ჯერ არა. აჰა, ესეც მზად ხარ. აი მის თორა რომენია. ეს შუბუქია, ეს ძიმეა. მაგიდა და კამე მიაქვს ყველა. ეს ჩანთები? ჩანთა არ არის გავს თუ როგორ არის ესა. აი ეს ორი რო ავკიდო. აი ეს სტადი დამოაწყო. აჯეს გავჭიმოთ თან ესა საშურიშო გავჭიმოთ ეხა ესე თუ ესე არა ესე მაგრამ 4-4 უნდა იყოს ეს 5-5 რამდენი გა 5 იქნება აქეთ 5 სამი საერთოდ წამოვიდოდით მიყვებოდნენ ძალიან ბევრს, როგორი იქნებოდა ეს ჭაუხის შეკრება, როგორია მთა და როგორია საერთოდ ეს გარემო რა, მთების გარემოცვაში ცხოვრება რამოდენიმე კვირით. მაგრამ აი რაღაც წარმოდგენები მქონდა დაახლოებით, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ აი დამიჯერეთ არ არსებობს რომ ადამიანმა სიტყვებით გადმოქცეს ის ემოცია და ის შთაბეჭდილებები, რაც მწვერვალზე ასვლას უკავშირდება რა. ჭაუხების თების მასივი არის იმით გამორჩეული, რომ ყველა კატეგორიებია რა, ერთიანად დაწყებული, ხუთიანამდე, რაც საჭიროა ახალბედებისთვის. აქ ყოველწლიურად ეწყობა ალპინისტური ბანაკი. ჩვენ ბანაკში ახალბედები სწავლობენ პირველ რიგში უსაფრთხოდ გადაადგილებას მთაში. ეს არის უპირველესი, რომ ადამიანმა უსაფრთხოების წესები დაიცვას. უნდა ეხუროს ჩაფხუტი, თოქში იყოს ჩაბმული, რა დროს უნდა თოქზე დაეშვას, რა დროს ერთდროულად წამოვიდნენ, ამ ყველაფერს სწავლობენ. თვისებები კიდევ თა ისეთი რაღაცაა, რომ ადამიანი თავის ყველა ადამიანი რაც აქვს რენტგენივით არის, ჩანს ადამიანი, შეიძლება თბილისში 10 წელი იცნობდი ადამიანს და ვერ გაიცნო ბოლომდე. აქ ერთი კვირა, ორი კვირა საკვალისია, რომ ადამიანი გაიცნო ბოლომდე. პირველ რიგში, სადაც ჩერდებით ასეთ ფერზე, ვიკეთებთ დასადგომს. ერაყინი რა, ვიჭირავს, სადაც საერთოდ დაქანება, იქით მხარეს. ევროპელები არიბავენ, თვით უჭირავს წინ. ძველი რუსული სკოლა საბჭოთა უბმა უჭირავს. ამას აპლუსი აქვს ხა ჩაბმას რა. ხო, ჩაბმული აქვს. ეს რაღაცა ფერდია ხო, რაღაცა ამას ეს ჩაარტყავ. და დაცუგავს გაკეთებული რა. და ორივე ხელით მუშაობ. და ესე რო გაქვს არიელი რა. შეიძლება ახლა წამოვიდეს, ფეხი წამოკრა რაღაცა გაგივარდეს, წერაყინი გადაგივარდეს და საერთოდ ესა გაგაქრება და მე უწერაყინოთ ხარ რა. ამიტომ ჯობია რაღაც ავიღოთ ევროპული სკოლიდან რაღაცა საბჭოთა სკოლიდან რა. და ჩემი გამოცდილებითაც რაც მემულია ჩაბმული ჯობია რა. ეხლა დავდივართ საფეხურს როგორ ვაკეთებთ. პირველი კაცი მიდის არაკეთებს, აი ძალიან პატარა ნაბიჯს ხო არის? ესე ხო შეგიძლია თქვა აი ესე გააკეთე. აკეთებ უფრო პატარაზე ნაბიჯს რა. და ფიქრობ პირველი კაცი ვინც მიდის, ფიქრობს სხვა უკან მომავალზე რა, იმას რომ გაუადვილოს საქმე. და კაი საფეხური დახვდეს. და დაცვას უნდა დაიყვირო დაცვა. ვაიმე, უიმე არა, დაცვა. და ყველანი აი ეს იმასები. თუ ყინულია და წიაყები გაჩვია, ფეხები ზეატეული გაქვს. თუ თოვლია, გაჭობილი გაქვს ფეხები. გავიდა.
ავიდა, დაცვა. კარგია. თუ არაფერი არ გაქვს. ეს ხო გააკეთე, კაი. აი ამაში უყრი ამას და აჭობ ესე. დაჭობ. და შენ გიხარ ზემოდან. და თვითდაცვას აგდებ ამაში. ესე. რაში ეგრეთ თვითდაცვას? აი ამაში აგდებ თვითდაცვას შენ. და შენ და ყვირი ხარ. პირველ კაცს რო გააკეთებ ამ სტანციას. ხო, სტანცია მზად არის. ეხლა მეორე ვარიანტი. აი ესე. ელაკიმი სიმაღლე ესე გამოწრი. ესე. ეს რამე საჭირო გამოწრი ესე. ესე. ამაზე აკეთებ ბალდას. ბალდა უნდა გქონდეს რა, მაშინ მიდიხარ. თითო ბალდა თითოს კაც უნდა გქონდეს. აი ამ შუაში აი ესე ამოვატარებ. ესე. და ამას აკეთებს. და აგიხარ ზემოთ. ხო, ადგები ზემოთ. ხო. აი ამას კარგად ჩამართავ. აი ესე. და ზემოდან აგიხარ. აქ არის დანარჩენები ამაში ებმება რა. და ესეც სტანცია მზად არის. ამას გავუკეთებ ესე. წკაფ. ესე და всё. ჩააბავ თოქსაც. ჩამოსვლის დღიდან ყველამ დავიწყეთ გასვლები. ჩვენ წავედით, ანუ ახალბედების ჯგუფი, ასე ვთქვათ, დავარქვათ ერთიანების ჯგუფს გვეძახიან, პირველი კატეგორიის ჯგუფს. წავედით თიკანაძის მწვერვალზე, რომელიც ყველაზე მარტივია ალბათ ამ ჭაუხში და ჩვენი ჯგუფი დადიოდა ერთიანებს და ორიანებს. შემდეგი ჯგუფი იყო სამიანები და ოთხიანები. ერთიანი მარშრუტები, რაც არის დამწყებებისთვის, არის ბევრად უფრო მარტივი, ვიდრე შემდეგი ეტაპები. არ გჭირდება ესეთი გარკვეული აღჭურვილობა, მეტად სუბუქად მიდიხარ. ხოლო შემდეგ ნელა ეტაპობრივად უფრო და უფრო რთულდება და უშუალოდ ორიანები უფრო ტექნიკური არის, უფრო დიდი ხანი უნდები მთაზე ასვლას, სამუშაოა მეტი. და ასე შემდეგ შესაბამისად მთის კედლის სირთულის მიხედვითაც თულდება ეს კატეგორიები და აი 4-იანსა და 1-იან შორის უკვე საკმაოდ დიდი სხვაობა არის ყველა მხრივ ეს დრო იქნება ტექნიკური მხარე, სირთულე და ყველაფერი. არა, ეხლა იული აუცილებლია. არა, იმის აიშო არ ფიცურა მოიდეს, ზური პრობლემი შემოკლებ და ამას ზოი აქ. ეს ბევრი არ აღშენდება. ამერ გადადერმე კაცი იქავალთ. და ორთოქს გავიტანთ. მე დაგიძახებ და თქვენ ამოხვალთ და ძირითადში ჩავაბა, ხო მგონი? ძირითადში. აი ნაფიქრე მეტყვი.
ისეთი გაყინა მოზმაზე. პლატონდე და ჩანთაში ისე მქონდა კოკა-კოლა და ის რა ქვია, წყალი. გაყინა. თოკი თავისუფალია. აი მოდი აქამდე. მოდი. ჯუმარი არ ჩაეხსნა ეხა. ამოდი აი 1 სანტიმეტრი დატოვე რა, აი ეგრე. რა მაგარი ადგილია ჩემი მენა რა. საებრივი. აი აქ გითნობ კაცი რო ცოცხალი ხარ. თოკი მოძებნე რამე. აი აქ. დაგაჩა შენ თოკი. ო ვიცი. შენ მოტრიალდე და უყურო. მოდი. სადღაც. და ეცადე რომ ქეთს გადაადო. ხელში ნუ გიჩი. თოლზე რომ დადგები თან ეცადე რომ კლდეს მოკიდო ხელი, ცოტა ზევით დადეგი. შევიღე. დამო. აი მე წამოვა ხში. რამეთას 500. არა, ჩვენ დაგვემატა ერთი კაცი. მაშინ მიმსეულება რა. ჩემი კასკაბოდის გიხდის. 4 კაცია მწერო. ჩანს? აი. როგორ დადლა ნახე? და ეს დაბლა ის ხო უნდა იყოს. ნაცია დააწყობს ესეთი ეს. ავიან. არა, ავიან კაცო. ნაცია გააკეთო. ნაცია გააკეთე, პროსტა დაეშვება ეს რუიანები დაეშვება ხალხი. გავიგეთ. ხო, გავიგეთ. და მოიცა აქ ჩაბმული ვარ მე. მე თოკის გატანას დავიწყებთ ახლა. მე-4-ის თურმე. აი, გავიგე. ჩვენ პირველი დურფერი გვაქვს და მეორეს დავყიდებთ და დავეშვებით ბანაკში. აი, ხედავთ აქედან გიყურებთ. აი, კავშირი 2 საათში. კავშირი 2 საათში. თაჯს სიარული დავიწყე სადღაც 5-6 წლის წინ, მაგრამ ამ ბანაკში ვარ ჯერ მხოლოდ 3 წელია. ამ 3 წლის მანძილზე ეტაპობრივად ინსტრუქტორებთან ერთად დავიწყე მწვერვალებზე სიარული და განვითარება. პირველ წელს გავიარეთ მარტივი მწვერვალები, ერთიანები, ორიანები და აი წელს უკვე ჩემ ჯგუფთან ერთად 4-იან მარშრუტებს დავდივართ. აი, იოსებს ყველას. რა დარია, მოდი რა. კი, მაგრამ გამოვწერე მაგრა. თოზე ის იყო რა, სასრიაო და იქ მაგრა ის კუბაშიას ერთად დავეშვით. აი, არა შუდობიან ჩამოხდი. ისევ ქენითო ყველა მიმუშავა რა, მე ლევან მაგარი უკანა იმასე და ანუ ბავშვი მწვერვალზე ჩემი იდეა იყო. იქ რომ მივედით, ბოლო 10 მეტრი გავუშვი. როგორია პირველი სამიანი? ხაგა. იოცა. ესეთი და ხავრავანი. ა 4 თუ რა ვშევ. აბა. იდეები. ეს ბანაკის ფენომენი საერთოდ ცალკე არის რა, იმიტომ რომ ხალხი ამოდის მაგალითად ვინც საერთოდ უბრალოდ ბანაკში არიან და
მწვერვალზე ერთხელ გადიან რა და სიამოვნებას მთელი ამ ბანაკის პროცესისგან იღებენ. მთელი ბანაკი არის ერთი დიდი ჯგუფური სამუშაო რა, ყველანი ერთი გუნდი ვართ, იქნება ეს საჭმლის გაკეთება, ტვირთის ამოტანა, რაღაც აღჭურვილობის გადანაწილება, თუ უბრალოდ დასვენების დროს გართობა, აი მაგაშიც ყველანი ერთი გუნდი ვართ. ავედი. ჩემთვის სასწავლობა არის ძალიან არ ვიცი როგორ გადმოვცე არ ვიცი რა ალბათ ძალიან მაგარ მწერლებსაც გაუჭირდებოდათ ამ გზნობის აღწერა და გადმოცემა. ჩემთვის თა ასოცირდება ჩემს მეგობრებთან, სიხარულთან და მხოლოდ და მხოლოდ კარგ ემოციებთან. აქ მართლა თავს გზნობ თავისუფლად, ყოველგვარი სხვა პრობლემები გაქვს მოხსნილი. არ გაქვს სხვა საფიქრალები რა ხდება ქალაქში და სახლში, მხოლოდ აქ ხარ და ამ მომენტით ცხოვრობ. შენ შუაში. დავაი შუაში მე ვთქვა. აჩ შენ ხარ ეხა ჩვენი ძავა რა. აბადაჭი. აძინო. ბიჭო აუდი მეგონა. დავშავოთ მე ერთად. ალბათ თუ არა. აქ ჩააგდეთ. ხო, ერთი სამი. ხა დაცული ხარ. ეხლა ეს ჩააგდე გასმოკაში. და დაუდასი დაცვალზე აუკრიფე ისე თოკი არ დაუჭი. ყურადღებით იყავი რომ თოკი არის მასკაში. დაეჭიმოს. ესე იყოს ეს. თხილად მანდ ხა დაცვა. შეიძლება ვერ გააკეთო, მაგრამ ბუხარშია შეხვალ. იქ არის. აი იქ როასტები ზემოთ არის ძალიან ნაშალი ქვები. და თხილად არის. მე ზემოთ ცოტა ახვალ, სტანცია დაგხვდება მზად არის რა. ესე გვიყვებოდნენ რომ ეს მარტივია, საინტერესოა, ყველაფერი, მაგრამ მაინც ამ შედარებით რთული მწვერვალზე შეხედულება ვერ გექმნება იმათგან გაგებულით, იმიტომ რომ რადგან ჩვენზე მეტად გამოცდილები არიან და მეტად დიდი დრო აქვს გატარებული მთაში, იმათთვის რაც უბრალოდ საინტერესო და სასიამოვნოდ გასავლელია, ჩვენთვის არის რაღაცა საოცრება რა, იმიტომ რომ ამ ასათიანზე რომ მომიყვნენ, რომ ძალიან საინტერესო თოკიაო და რაღაც ისეთი გზა არის გასავლელიო, რომელიც გესიამოვნებაო, ამ სიამოვნებასთან ერთად მე პირადად ძალიან დიდი ექსტრიმიც განვიცადე და ძალიან ბევრი ადრენალინიც გამომეყო რა. ჩავებები და ცოტა ხანში წვერვალიც ამოჩდება. აქ გამტეთი. Passa night bla. Ჩვენი საბანა ჰარმი. ხოხი გავხდა. ცოტა დაბლოდაცი რომ ეს და ჩვენს გამოვშით.
მეორე თოკი გამოიყოლოს და შენ მიეცი. ესე გაიწეროს რა, გაიჭიმოს ბოლოს და მეორე ვინც წამოვა. ან შეგიძლია პირდაპირ გამოატანო. და დარჩები ამოატარე. ესე აქ რო იქნება კვანძი, ესე აქამდე. ნუ დაეშვები. ძალიან ნელა დაეშვით ყველა. აი ესე თლათ მიდიხარ. აი ეხები დაადგით სადაც ეს რივოკები და რამე არა. და ბუხარს მივყვები. ო, ბუხარს მივყვები. ხილად არის ხარებ და სტანციაზე გველოდები. ხო, სტანციაზე გველოდები. აიდა. ო, ეს როგორი გაუთ. თავარი არის მონდომება, უნდა მოინდომონ. შემდეგ ინვენტარი და ყველაფერი, ეს უკვე მეორე ხარისხოვანია. თავარია მოინდომონ, დაიწყონ სიარული, მიხვდებიან რა მაგარი არის აქ. ბევრი ვერ ხვდება რატომ დავდივართ, რას ვაკეთებთ, ესეც ძნელი აღწასწერი არის, როცა გეკითხებიან და უნდა ცადონ დაიწყონ. ამისთვის დასაწყებად ბევრი არაფერი არ ჭირდებათ, თავარია თბილი ტანსაცმელი, არავი, დაცვის კამარი და როგორც თქვი მონდომება. და შემდეგ უკვე განვითარებაში ყველა ხელს შეუწყობს და დავეხმარებით.